საჯარო გაშლა სახელწოდებით არსებულ სიტუაციაში არის თუ არა რაიმე კუთხით ხელისშემშლელი ფაქტორი, რაიმე სახის ნეგატივი. ანუ რა არის მიზეზი, რაც რეალურად გვაბრკოლებს და თუ არის, რა სახის არის. არსებული ვიდეო შეხვდებათ მათ, ვინც კონკრეტულად საჭიროა ის, რომ მოისმინოს. არის თუ არა რაიმე სახის ხელისშემშლელი ფაქტორი თქვენ ცხოვრების რეალურ სიტუაციაში ნეგატივის კუთხით. არსებული სიტუაციის კუთხით მე რასაც მიჩვენებს ახლანდელი მდგომარეობით, ხო? აქ უფრო მეტად ვიტყოდი, რომ გარკვეული კუთხით ეს არის ემოციების ბრალი. ის, რომ თქვენ კონკრეტულ რაღაც სიტუაციაში ხშირად ხელი გეშლებათ, ან რაიმე კუთხით არ გამოდის თემები, პირველ რიგში პირდაპირ მიჩვენებს, რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს თქვენი ემოციური მდგომარეობა, თქვენი შინაგანი, ასე ვთქვათ, რაღაც მომენტში დავარქმევდი პროგრამირებაც, ხო? შეში იმის, რომ რაღაცა შეიძლება ისე არ გამოვიდეს, რომ რაღაცა შეიძლება ხელი შემეშალოს, ანუ გარკვეული კუთხით პირველი რაც უნდა დაამუშავოთ საკუთარ თავში, ეს არის თქვენი შინაგანი მდგომარეობა, თქვენი ემოციები. ანუ რეალურად არ ინერვიულოთ წინასწარ იმაზე, რაც კონკრეტულად ჯერჯერობით არ მომხდარა, ხო? როდესაც ამ ემოციურ მდგომარეობას გადალახავ სიტუაციური კუთხით და შეძლებ საკუთარი ემოციების გაკონტროლებას, მე ავტომატურად მიჩვენებს, რომ პირდაპირ მნიშვნელობით სიტუაციურად ყველა გზა შენთვის გახსნილი იქნება, არ იქნება არანაირი სახის დაბრკოლება და ასევე პირდაპირ მნიშვნელობით მფარველობაც უფრო მეტად გააქტიურდება შენთვის. უბრალოდ ერთადერთი რაც არის ამ მომენტისთვის საჭირო, უფრო მეტი რწმენის თემაში იყო იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გწამს და გჯერა, ხო, სიტუაციური კუთხით. აი ამ ეტაპისთვის რო გითხრა, რომ რაღაცა კონკრეტული სერიოზული რაიმე სახის ნეგატივი იყოს თქვენ რაიმე კუთხით ჩაკეტილობა გქონდეს თქვა, ხო, ესეთი მსგავსი არაფერი არ არის. ერთადერთი რაც შეიძლება იყოს, ეს იყოს თვალისაღების მომენტი ხშირ შემთხვევაში, გარშემოყოფების მხრიდან შურის მომენტი, დანარჩენ შემთხვევაში მიჩვენებს, რომ საკუთარი თავი უფრო მეტად უნდა განავითარო, ისწავლე რაღაც ახალი მიმართულება, გაიღრმავე ცოდნა, შეიძლება ეს იყოს კონკრეტული ისეთი საქმიანობა, რაც აქამდე არ იყავით დაკავებული, ან თუ ასე ვთქვათ, დაკავებული იყავი, უფრო მეტად განავითარო საკუთარ თავში არსებული პოტენციალი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აქ მე რასაც მიჩვენებს, ხარ დაგხურული წიგნის პოზიციაში, როდესაც ტალანტი, რომელიც გაქვს, ბოლომდე არ იყენებს სიტუაციური კუთხით. შესაბამისად, აი მე უკვე გარკვეული კუთხით ეს შენი უმოქმედო მდგომარეობა ფინანსურ თემაშიც გირტყავს. და მოდი საბოლოო რჩევა. აპროგრამებს საკუთარ თავს, თავადვე ხვევ საკუთარ თავს, ეგრეთ წოდებ ლაბლაბუდის პოზიციაში, რეალურად შენ რაღაც მომენტებში მეტად ბავშვური დამოკიდებულება გაქვს საკუთარი ცხოვრების მიმართ. ეცადე უფრო მეტად სიმყარე გამოიჩინო, დაიცვა საკუთარი საზღვრები და ისწავლე არას თქმა სიტუაციური კუთხით. შემდეგ უკვე ყველაფერი უკეთესობისკენ შეგეცვლება. გამოიწერე ჩემი არხი, მოიწვია მეგობრები, გაუზიარე, ვისაც აინტერესებს მსგავსი თემები. ერთად უფრო მეტად აქტიურ პოზიციაში გადავალთ და მეტი საინტერესო სიახლეები იქნება თქვენთვის ნაჩვენები. ნახვამდის.